მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან ძვირფასია ჩემთვის თქვენი აქ ყოფნა დღეს, აი განსაკუთრებით არ მინდა გადაგღალოთ, რაღაცნაირად ჩემს გამოვიყენო ეს ესეთი აუდიტორია და დიდხანს ვილაპარაკო, მაგრამ რაღაც აქცენტებით, მე რაღაც პრეზენტაციასავითაც მომზადებული მქონდა, თუმცა ამას შევინახავთ სხვა დროისთვის. Ესე იგი, ბევრჯერ მithქვამს, აი თამარს გაუგია ერთ კურსს ესწრებოდა და კიდე არის აქ ჩემი მეგობარი, ახალი მეგობარი, აქ არის ნანა ხათრიძე, რომელიც გუში ვნახე. ნანა ჩემი კურსელია გურამ გუშინ. კაცო, ხომ არ მეშლება, ვიფიქრე 2098 წლიდან ჩვენ ერთად სწავლობდით ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ჩვენ ისეთი ყავდა, ისეთი მიმართულება იყო აქ, რომ აი უბრალოდ წინადადების აწყობას გვასწავლიდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომ ეს ეფექტი, ექშენი რაღაცა ყველაფერი ადამიანს კითხვაზე მსმენელზე რაღაცა ემოცია მოეტანა და პირველი ასეთი იყო ნოდარ ტაბიძე, გალაქტიონ ტაბიძის ძმისშვილის ლექციები, ხო გახსოვს ნანა, ეს იყო ფანტასტიკური. მერე სხვა ნაკადები მოვიდა ფაკულტეტზე, ბევრი რაღაც წაიშალა, ბევრი დარჩა, ჩვენი გაზეთი და რაღაც ჩვენ გვასწავლიდნენ სიტყვის მნიშვნელობას და სიტყვას როგორც შენი თვით გამოხატვის მექანიზმი კი არა, სიტყვა როგორც სხვაზე манипуляციის საშუალება. манипуляცია ყველაზე კეთილი გაგებით, რა თქმა უნდა. ამიტომ ამ ფაკულტეტმა მე ბევრი დიდი ესეთი გზა გავიარე, ბევრი სპეციალობი შევიცვალე რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ ამან მასწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტმა მასწავლა სხვა ადამიანი შენს ცხოვრებაში. მე რო პირველად დაშტავაკრა გიტა წავიკითხე და ფაგავად გიტა და აღფრთოვანებული აი მოვედით ჯგუფურ განხილვაზე და ხალხი იყო აი 5000 წლის წინანდელი საკრალური ტექსტების კითხვა და ჩემთვის არაფრად არ ღირდა, იმიტომ რომ თვით შემეცნების ისეთი სიღრმეებია და არაფერი მეორე ადამიანზე არ არის თქმული. აი მეორე ადამიანი არ ჩანს აქ და ძალიან უცნაური იყო ეს და ძალიან ისეთი გუშინ ნანამ თქვა და ჩემი თავი გამახსენდა. აქ ფილმის განხილვა იყო გუშინ და ნანამ ჩვენ ერთი რაკურსიდან წამოსული ადამიანები, ნეო ის ორი ადამიანის ურთიერთობა დამაკლდაო ამ ფილმშიო. აი იმ ორი კონკრეტული ადამიანის ურთიერთობა და რაღაცა დაახლოებით ამაზე ავაწყე დღევანდელი პრეზენტაცია, რომელსაც მე სხვა დროს ვიტყვით აუცილებლად. მადლობა შენ. რაც შეეხება აქაურობას, მაგ გურამმა ჩამაგდოვა, ნათქვამი მაქვს ეგეთი. მეც მოვედი აქ ჩვეულებრივ მსმენელად ერთ-ერთ კურსზე, ეს იყო კინოსთან დაკავშირებული კურსი, ჩვენი სხვა მეგობარი ატარებდა მაშინ და ეს იყო ძალიან ელეგანტური კურსი. არა გურამ დამეთანხმე, რომ რაღაცნაირად დახვეწილა, ის სულ სხვანაირი კურსი იყო, სულ სხვა მიმართულების. მეც აუცილებლად დავესწრები იმ კურსს. და ის იყო, რა ქვია, ის ადამიანიც ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო და ჩვენს პრიზმაში ყოველთვის ჩანს სხვა ადამიანი და ასე რომ სხვაზე გადავდივარ, გურამმა აქ ჩამაგდო იმაში, რა ქვია, რაღაცნაირად შუა ზღვაში და აუცილებლად უნდა გამოცურო იქიდან. მე არ მაქვს ასეთი ტელევიზიებში და მებში კი დავდივარ სამსახურიდან მიშვებენ აქეთ-იქეთ, მაგრამ ესეთი დიდი გამოცდილება რაღაცა პრეზენტაციების თემის მეც არ მქონდა და 6 კი, მართლა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია და მოვედით და 6 ლექციაზე შევთანხმდით, 11 გახდა ის 11 შეხვედრა, 6-11-ად გადაიქცა და მე კიდე ახალი დავამატეთ. ამ სიახლეებში ჩვენ მე ძირითადად აქცენტს ვიღებ მაინც პორტრეტზე. რამდენიმე წლის წინ, აი რა დიდი ხნის წინ, ალბათ მე 16 წელია ვმუშაობ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, რამე განსაკუთრებული ნიჭიერება კი არა მაქვს, რომ აღმოვჩდი რაღაცა სივრცეში, სადაც ეს მასალაა, როგორც საკვლევი წყარო ხელმისაწვდომი და ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა მივიდეს იქ, არ დარჩება გულგრილი ამ მასალის მიმართ, ეს მასალა შენ თვითონ გცვლის. შენ ზუსტად იცი ხელი როგორ მოკიდო, როგორი სიმშრალის უნდა გქონდეს ხელი, როგორ არ უნდა გქონდეს ნოტიო, როგორ არ უნდა მიკროფლორის უკაცრავად და ადამიანის ან ოფლის, ან ცხიმის, ან კვალი როგორ არ უნდა დატოვო. შენ თვითონ გრძნობ, როდის არ უნდა შეეხო ხელნაწერს, როგორ შეეხო. თუ რამე დაუზიან და იცი რა ცოცხალი ადამიანივით რომ შემოდი შენში, მაგრამ და უცებ აღმოვაჩინე რომ ეს იმხელა შესაძლებლობას იძლევა, ოღონდ დრო
სჭირდება. ჯერ ერთი ილია ჭავჭავაძის დისერტაცია მე ილია ჭავჭავაძეზე მქონდა და მის არქივზე, პირად ჩანაწერებზე, რომლებიც წარმოგიდგენიათ 2019 წელს გამოიცა ილია ჭავჭავაძის უბისწიგნაკები და პირადი ჩანაწერები. მეგობრებო, 2019 წელს მანამდე არ იყო ილია ჭავჭავაძე. ჩვენ ახლა გონია რომ რაღაცას ვაკეთებთ, ვიღაცას პატრონობთ, რაღაც ილია ჭავჭავაძე არ იყო გამოცემული და პირველად რომ გადავხედე უბისწიგნაკს, ღმერთო რუსული ტექსტებით სავსე, მაგრამ რუსულს თავი დავანებოთ, ქართულს ვერ ვარჩევ, აი სიტყვას ვერ ვარჩევ, სიტყვას ისეთი რთულია და მე ამ ერთი წინადადების გარჩევიდან იწყება, მე იმ ბლოკნოტის ყველა ნაწარმო, ყველა ჩანაწერი რო გაშიფრო, ძალიან დიდი შრომა სჭირდება. მე ილია ჭავჭავაძის ბევრი ბლოკნოტი რო გაშიფრო, მე ილია ჭავჭავაძის ყველას მხატვრული ტექსტი უნდა გაშიფრო, მე მისი პუბლიცისტური წერილები უნდა გაშიფრო, მე პირადი მიმოწერა უნდა გაშიფრო, მაგრამ არ გყოფნის ეს წერილები. მე გადადიხარ მომიჯნავე არქივებზე, რომელთანაც მას პროფესიული და პირადი ურთიერთობა ჰქონდა. აუცილებლად უნდა იცნობდე, როცა ილიაზე მუშაობ, დიმიტრი ბაქრაძეს უნდა იცნობდე, ექვთიმე თაყაიშვილს უნდა იცნობდე, დიმიტრი ყიფიანს. ერთხელ ჩვენს სკოლის სემინარზე ვიღაცა მკითხა, რომ ილია და პაატა ზაქარიაშვილმა მე მგონი სხვათა შორის რომ ლექცია მქონდა ილიაზე და ილია და აკაკიო, ძეგლი რომ არის ჩვენი პირველ სკოლასთან, აი ეს ძეგლი წარმოიდგინეთო და ვის დაუყენებდით უკან და ვის დაუყენებდით წინო. უკანა ადამიანის უკანა პირის იდენტიფიკაცია არ გამჭირვებია, იმიტომ რომ ისეთი მდიდარი და მრავალფეროვანი არ იყო მე-19 საუკუნე და ეს ფიგურები ხელის გულზე ჩანდნენ და ეს აუცილებლად დიმიტრი ყიფიანი იყო. ჯერ კიდევ არ ვიცით დიმიტრი ყიფიანი, მე ახლა რაღაც გრანტს ვაკეთებ მისი შვილიშვილების ბრიუსელში მცხოვრებ შვილიშვილებზე და აი ამ შვილიშვილების პრიზმიდან ვუყურებ ამ ბაბუას და თუ პაპას აღმოსავლეთში არის ფანტასტიკური რაღაცა. მგონია რომ დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი გამოდის უფრო ვიდრე ამ მისი შვილიშვილების. უკან აუცილებლად ილიამდე ის იყო ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში და წინ რთულადაა საქმე. მე ან ნიკო ნიკოლაძეს დაუყენებდი, ან ნოე ჟორდანიას, უფრო ნოე ჟორდანიასკენ გავიგეს და ასე რომ ეს მომიჯნავე იდეოლოგიურად მომიჯნავე ან განსხვავებული ადამიანები, ეპოქალურად ახლომყოფი ადამიანები, საერთო საქმეში მონაწილე, საერთო პროექტებში მონაწილე ადამიანები, შემდეგ ესენი ყველანი ერთდებიან და რაღაცნაირად ეპოქას ქმნიან, ხო? ეს ეპოქა ძალიან მნიშვნელოვანია, ეპოქის ამოკითხვა უკვე არქივის შესწავლის საკმაოდ მაღალი საფეხურია და ერთი 10 წლის წინ და 16 წლის წინ პირველად მომიწია აქ ყოფნა და სულ ვამბობ ამას, რომ თან პირადი არქივი არის ძალიან საკრალური სივრცე, ან მიგიღებს ან არა. ძალიან ასეთ სეკულარულ სივრცეებში ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ან მიგიღებს ან არა. ერთხელ სულ პირველი არქივი, ყველგან ვამბობ ამას, ისე მიყვარს ეგ ამბავი. სულ პირველი არქივი, რომელიც მომცეს დასამუშავებლად, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი რომანისტის და პუბლიცისტის არქივი იყო და უცებ შემომიტანეს, იცით როგორ არის არქივი ლამაზი ნათქვამია, მაგრამ ჭუჭყიანი, მტვრიანი, რომელშიც შეიძლება იყოს უკაცრავად, აი მე შემხვედრია და რაც მე შემხვედრია, იმიტომ არქივში ამ ქაღალდებში გაურჩევლში გამოყენებული კბილის ჯაგრისი, გამოყენებული ხელსახოცები, ფულის კუპიურა, 40 ლარი შემხვდა გადანახული ფულის კუპიურა, ტრამვაის ბილეთები, ექსპრომტი წერილები, რა თქმა უნდა, წინდა შემხვდა ქუდი, აი ყველაფერი შეიძლება იყოს და თუ ეს კონფიგურაცია არქივში მნიშვნელოვანი, გაცხრილვა კი არა, რაც შემოგდის ის არის მნიშვნელოვანი. აი რაღაცნაირად ამ კონფიგურაციიდან, ამ პრიზმიდან უნდა შეხედო არქივს და მოკლედ იმის მერე ვარ ამაში ჩართული და რამდენიმე წლის წინ, ალბათ ერთი 10 წლის წინ, ხო იცით, ადამიანი რაც უფრო ფუყია, მით უფრო ის აქვს, რა ქვია, ამბიციური სათაურები და ესეთი და ძალიან ამბიციური სათაური მოვიფიქრე ერთხელ და დავწერე ასეთი რამე, სხვათა შორის კაჭრეთში იყო რაღაცა შეხვედრა და ქალებს ეხებოდათ და მაშინ გამოვიყენა პირველად ეს თემა ალტერნატიული პორტრეტები და როლები. მაშინ როლიც იყო გურამ. და ეს დაუგზავნეს, ახლა იქ დიდი ქალები მიღებდნენ მონაწილეს, მათ შორის მარინა ჩიტაშვილი და ჩიტაშვილმა მომძებნა, სანამ სემინარზე წავიდოდით და
ისა რა ქვია, დამიკავშირდა, ესო რას ეყრდნობითო, ეს რა მასალა, ეს რა სათაურია და მისრულედ ორუჯრედიანი პრეზენტაცია მქონდა, მოძებნილი რაღაცნაირად, არაფერი ისეთი განსაკუთრებული და მაშინ მივხვდი, რომ აი ამ ესეთი ხმამაღალ და ხმაურიან სათაურის ამ თემას რომ ქვია ალტერნატიული პორტრეტები, ნუ როლი მოვაშორი, მადლობა ღმერთს, ეს არის მარკეტინგული მეგობრებო. სინამდვილეში მე ვიტყოდი, რომ ეს არის ისტორიული პირების, ჩვენი ისტორიული პირების პორტრეტი პოსტსკრიპტუმი. აი ასე უფრო ეს არის. რაღაცა მცირე რაღაც ემატება. ნუ შეიძლება ეს მცირე საფუძვლიანად ცულიდეს მის ბევრ რაღაცას, მაგრამ სინამდვილეში ნუ ესეთია, მოკრძალებული და მცირე რაღაც ემატება. ამ დიახ. რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია თუ ეს ასე რა რომელიმე ხო და მე ერთმა ჩემმა მეგობარმა რა მითხრა იცი თამარ აიო ერთადერთიო მაშინ მოვისმინეო რა ქვია გრიგოლ ორბელიანზე მოვისმინეო განსხვავებული ყველაფერი ვიცოდიო აი ესეთი რამეც მითხრა ერთმა ჩემმა მეგობარმა არა ხო მაშინ მე ვთხარი გურამსთან გაგიწევ რეკომენდაციას და ხო არა, მართლა ისეთი რამეებია, რაც არასოდეს არავის უნახავს. აი პირველად რომ გადავშალეთ ასეთი ერთეული. მე საცავის მცველი ვარ და ზუსტად ვიცი, როდის ვისთან, რომელ საარქივო ერთეულთან ოდესმე ვინმე თუ ყოფილა, ან ვინ ყოფილა. აი ეს თხუნელური რაღაცებიც გვაქვს ჩვენ საარქივო მასალებში და აი ამ ადამიანის არქივიდან პირველი არქივი ვისიც მომცეს ძალიან რთულია. აი ძალიან რთულია. მე სულ მინდოდა ვამბობ ამასაც ხშირად, რომ უნივერსიტეტს რომ ამთავრებენ ადამიანები ყველა სურვილი აქვს, რომ დიდ და ლამაზ სივრცეებში იმუშაონ და ყავის სურნელი იდგას და აპარატი 2002 წელს არ მქონდა წარმოდგენაში ნანა, მაგრამ ну რაღაცა ყავის სურნელი უნდა ყოფილიყო და იქ ყვავილები და დიდი ფანჯრები და უცებ მოვხვდი საშინელებაში მეგობრებო აი მტვერი ნაგავი 70 წლის წინანდელი საქაღალდეები რომელიც ხელს რომ მოკიდებ იშლება და ალერგია და ცემინება უფანჯრებო სარდაფების სივრცეები რომელშიც არის ტემპერატურა ტენიანობის რეჟიმის სპეციალური მანქანები და ეს მანქანები ისეთ ხმას გამოსცემს რომ შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ პირველი ეს ხმა დაწერა როგორც ფსიქიკის დამაზიანებელი ფაქტორი და მოკლედ ასეთ სივრცეში აღმოვშდი და დიდი დრო დამჭირდა რომ მისი მომხიბვლელობა და ის მთავარი ესე რა ქვია რუსულად არ შეიძლება თქვა აი მთავარი მარცვალი მთავარი ესე ქიშმიში მეპოვა პირდაპირ თარგმნე იზიუმინკა თარგმნე ხო თავარი მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი დაავადება სასწაული რამე და იმ პირველ არქივზე მუშაობის დროს შემომიტანეს აი ესეთი გაურჩეველი რაღაცა დიდი რკინის ყუთებით შემოაქვთ ჩვენთან არქივი და რკინის ყუთებით და ამოვიღე ახლა მე მეტნაკლებად გადავალაგე თან ასე ისე და ერთი ფუთა არის საკმაოდ დიდი ასეთი მოზრდილი წერილებით და ისა შეკრულია და აწერია ვინც ეს ფუთა გახსნას წეული მციყოს ხო და ნუ ახლა მე ეს უნდა გავხსნა ეს ფუთა ყველა ტექსტი უნდა წავიკითხო აღვწერო გავზომო ყველაფერი და ესე 1000 რამეა პრობლემაა და ნუ რა მექნა ახლა რას ვიზამდი დეპარტამენტის უფროს დავუძახე ხო ფანტასტიკური ადამიანი იყო იმან აღმომაჩენინა ეს მთავარი ისა და არც გურამმა იცი სულ ახალი ამბავია გამოიცა ჩემი კრებული ახლახან ერთი კვირა არის ეპოქა არჩევანი პორტრეტი პირადი არქივი როგორც წყარო რომელიც ეძღვნება ამ ადამიანს ეთერ ქავთარაძეს გარდაცვლილია ქალბატონი ეთერისგან ნუ სასწაული ხო სინამდვილეში პირადი არქივი ხო და გურამმა მეორე ჩვენ შევურიეთ ერთმანეთს აი მე რისი გაკეთებაც უფრო მარტივად შემეძლო რაზეც ნამუშევარი მქონდა პირველ ციკლში ეს მასალა გაუშვით შესაბამისად იყო პორტრეტებიც და იყო აქტუალური თემებიც მაგალითად და მეორე ეტაპზეც როცა ისევ მეორე 10 ლექცია დამინიშნა გურამმა და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო
მეორე ეტაპზე უკვე უფრო მეტი ვიმუშავე, ვიდრე ნახა 10-ზე 11 თემაზე მეტი მე მომზადებული არ მქონია და აი სულ სპეციალურად ამ კურსისთვის დავამუშავე კიდე 10 თემა და ისეთი მადლობელი ვარ გურამ. ახლა რაღაცა პროექტში მივიღე მონაწილეობა ანაკლიაში და შენი თემებით გურამ და მითხრეს რომ აი პროექტის ფასი და ღირებულება ამაღლდაო ამ თემებითო მართლაც აი მაიძულა. ოღონდ კოშმარული შაბათ-კვირები მქონდა ხანსაცავში და ორბოდი ვიღებდი ამ მასალას, გადაღების უფლება არ მაქვს. სუნაპარავი მასალით მე მკვდები დარდით გურამი რომ დადებს რამე ისეთი არ გამოჩნდეს, ვინმე არ დაინახოს ეს და აი სულ ქურდობაში ვარ მოკლედ. ხოდათ ესეთი ძალიან კარგი გამოვიდა. ახლა გურამმა გააკეთა ისე რომ ამ კურსისთვის, უშუალოდ კურს რომ შევეხოთ, ამ კურსისთვის პირველი და მეორე კურსიდან უკვე არა თემები, არამედ პორტრეტები შეარჩია და ნუ ფანტასტიკური რაკურსებით ამოიღო. ესეც ახალი წიგნის მასალაა. ახალი წიგნის მასალაა, კი. კი, გადასარევი მასალა იქნება. ხო, წიგნი არ გამახსენებდეთ და კატასტროფა იყო იმაზე მუშაობა. თურმე გურამ ოჩახ, აი ოჩახ, ჯვარი გწერიათ მე არა. აი ის ნახე გუში ოდესღაც რაღაცა მიმუშავია და გავხედე ეს მამანია რედაქტორად აწერია. გახსოვს გურამ იმ წიგნის დაწერის ისტორია რა ბედნიერი წლები იყო. ძალიან კარგი დღეები იყო და გურამმა შეარჩია თავისი პრიზმიდან, თავისი გადასახედით და მე ვფიქრობ რომ ობიექტურად ყველაზე კარგი 10 პორტრეტი და ამ 10 პორტრეტზე იქნება საუბარი. ახლა კიდევ ერთი ამოსავალი წერტილი. რომ ამბობენ ჩემთვის პირად არქივში პირადი ამბები კი არ არის მნიშვნელოვანი. არა. სასიყვარულო მიმოწერა, ვიღაცა საყვარელი ყავდა, არ ყავდა, ვიღაც გეი იყო, ვიღაცას ვენერიული დაავადება ჰქონდა, ვიღაცა ასე შეებოდა, ისე შეებოდა. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. პირადი არქივებიდან ჩემთვის არის საინტერესო არაცნობიერი წამოცდენები. აი ამ ადამიანებს შეუძლებელია ყოველთვის თავი ხელში გეჭიროს და აი ასე მუშაობდე მთელი ცხოვრება. აი რა წამოცდათ, როგორ წამოცდათ, როგორ აუარეს გვერდი ამ წამოცდენას, როგორ დაივიწყეს ან არ დაივიწყეს, როგორ გახდა ის წამოწყება. ხო ჟურნალისტელი მივლის, როგორ გახდა ის წამოცდენა ამ ადამიანების დიდი ტრაუმის და ტრაუმული გამოცდილების საბაბი და აი ეს ყველაფერი არის რაღაც ძალიან ესეთი შორიდან ვსაუბრობ და მოკიბლებით, მაგრამ ძალიან ისეთია. განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში ხომ სიტყვას არ ქონდა მნიშვნელობა. სიტყვა იყო ნომინალური ფენომენი. აი სიტყვა სხვაგვარად გადაიაზრებოდა. ხა საბჭოთა სისტემაში გურამ რჩეულიშვილი გურამმა შეიტანა, გურამ რჩეულიშვილი მე გამიკვირდა, იმიტომ რომ ერთი მხარე გურამ რჩეულიშვილი იმხელა თემაა და მე ერთი მხარე შევიტანე მარტო, მისი და აარჩია და გამიხარდა და ყველაზე მყიფე მეგონა და გამიხარდა რომ აარჩიე. აი გურამ რჩეულიშვილის ნათქვამი, როგორ შეიძლება ნათქვამად მიიღო და სხვა არაფერი და გურამ რჩეულიშვილზე უფრო დიდი მეამბოხეები არიან და მე ახლა ბოლო დროს ისეთი სიამოვნება მივიღე და ისეთი სტრესი მივიღე ამ დროს, როცა ვიმუშავე აი ამ სემინარისთვის, შენ თუ ესწრებოდი არ მახსოვს თამარ, აი ეს არის ჩემ ახლა ისე მინდა რომ რამდენიმე 3-4 ადგილას წავიკითხო და მეც გავიხსენო და ისა მე-20 საუკუნის ისტორია, მე-20 საუკუნის პატრიარქების პირადი არქივების პრიზმიდან 2 საათნახევარი ვისხედით აქ და ხალხი იყო როგორ ის აი არ გადიოდა ისეთი ისე მაიძულა ისეთი პრიზმიდან და მე ეს ყველაფერი კავშირშია რა თქმა უნდა იმ დიდ საბჭოთა პოლიტიკასთან და მე იმ წიგნში გამიკეთებია ერთ ესეთ სათავე მომეწონა გურამ კარლისტრატეცინცაძეზე მაქვს ერთი პატარა ნარკვევი გაკეთებული პატრიარქზე საქართველოზე პატრიარქის წონასწორობა და ეპოქის კონტექსტი აი რა წონასწორობას როგორ იცავს ეს ადამიანი და საიდან სად მიდის აი ეს არის უცნობი მეგობრებო სრულიად თუ 1921 წლამდე იყო 2900-მდე ეკლესია 1941 წელს 21 ეკლესია დარჩა თუ 2009 რაღაც ესეთი აი ამ პირობებში ხო ძალიან დიდი თემა იყო ხო ნუ ძალიან დიდი ვარდნა იყო და თვითონ მისი ცხოვრება როგორია ხა პირადი არქივი მასწავლის მე რომ აი ამ ფურცლის მიხედვით აი ამ მე-20 საუკუნე განსაკუთრებით აი აქ რომ მე მიჭირავს და ის რომ ლოიალურია სტალინის მიმართ ამ ფურცლის მიხედვით არ შევაფასო, იმიტომ რომ იმ საქაღალდეში ამ ფურცლის გარდა დევს
მისი რეპრესიებში გარდაცვლილი შვილის რეაბილიტაციის ოქმი, რომელსაც თვითონ ვერ მოესწრო. ესე იგი 37 წელს დაიჭირეს ეს ნინო, ოტილია ტომასი იყო მისი მეუღლე, იყო რა ქვია, პროტესტანტი მეუღლე ყავდა გერმანელი და იმ ბრალდებით რომ ფრანგულ თვითონ მის შვილს, კალისტრატე ცინცაძის უფროს შვილს ჰქონდა კავშირი ფრანგულ აგენტურასთან. და დაიჭირეს და 6 თვეში აღასრულეს განაჩენი და 6 თვეში გარდაიცვალა. მოკლედ, რაც ისეთი ყოფით ვამბობ, მაგრამ როგორ შეიძლება თქვა და არ იცოდა, მაგრამ ხო იცით, არ დავიჯერე, რადგან არის ქვეყანაც სიმართლე, რომელიც კიდე არ გჯეროდეს და არ იჯერებ და არ დაიჯერა. რა თავამათავ არ შენთან, იმიტომ რომ ეს პოეტური ნაკადები შენგან როგორ მახსოვს. და არ დაიჯერა და ამბობდა სხვადასხვა სულ ამბობდა რომ მე მომეცითო უფლება რომ ვიცოდეო რომ როგორც სასულიერო პირმა როგორ მოვიხსენიო ჩემი შვილი ცოცხლად თუ გარდაცვლილათო. აი ხა დღეს ახლა მუშაობდი რაღაცეებზე და ბევრი რამე მაქვს. აი მაგალითად ძალიან ინტენსიური მიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან, სასიყვარულო მიმოწერა ივანე ჯავახიშვილს და მის მეუღლეს ანასტასია ჯამბაკურორბელეს ასევე ერეკლე მეორის პირდაპირ მემკვიდრე. ეს ფანტასტიკური ქალი იყო, რომელმაც ყველაფერს დაანება თავი და მთელი პაგანინის მოწაფე იყო, მეგობრებო, აი ესეთი წარმატებები ჰქონდა და მთელი არსებით გადავიდა ოჯახის მომვლელად. აი რომ კუჭის დაავადება ჰქონდა ივანეს და ძალიან აზიზი იყო, აი ვერაფერს ვერ მიირთმევდა და ფანტასტიკური სრულად გადადო თავი ამისთვის და ისეთი ინტენსიური მიმოწერა ჰქონდათ ამ ადამიანებს, სტატისტიკა რა მნიშვნელოვანია არქივებში ამის ხაზგასმა მინდა. ისეთი ინტენსიური მიმოწერა ჰქონდათ ამ ადამიანებს, რომ თვეში 15-18 წერილია ორივე მხრიდან გაგზავნილი. აი ეს მერე 1906 წელს დაქორწინდნენ და 1917 წლამდე ასე ხდებოდა. ყველაზე მეტად მაინტერესებს 1917-დან, 21-დან, 24-დან, 27-28-ის ჩათვლით წერილები. მივედი ვეძებე ორივე არქივში. ერთი წერილიც არ არის. თვეში რომ 20-მდე წერილი მიმოწერა ქონდა, 20-მდე წერილის ინტენსივობით წერდნენ ერთმანეთს, ერთი წერილიც კი არ არის, მეგობრებო. ჩვენში აი ეს მეხსიერების წაშლა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პოლიტიკა იყო. აი მაგალითად ეს არის კოშმარი, ახლა ვილაპარაკ ვისაუბრებ ბაღმაროში ამ თემაზე. როგორ წაშალეს ჩვენგან ძალიან ბევრი ისტორია. აი ეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 6 ქალი, რომლის სახელი და ისტორია ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, თამარ მეფესავით, აი მე-20 საუკუნის ვერც ერთი ჩვენგანი ერთ სახელსაც ვერ დაასახელებს, იმიტომ რომ მიზანმიმართულად ამუშავდეს. სამჯერ უნდა ვაჩვენო ის სლაიდი სახელებით და გვარებით, რომ იქნებ ვისწავლოთ, ჩემით დაწყებული იქნებ ვისწავლოთ ეს სახელებით და გვარები. ერთ-ერთი ადამიანი არის ქრისტინე შარაშიძე აქედან და აი დამფუძნებელი კრების მის წევრიც არის, აი რაღაც ისეთი ახლა მომივარდა და ძალიან სულ 5-6 ადამიანს შორის არის, მათ შორის ალექსანდრე ლორდ-კიფანიძე, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილი, ძალიან დიდი თანამდებობა აქვს ამ ქალს და მე ეს ადამიანი აი ამ გასაბჭოების შემდეგ და ანექსიის შემდეგ მუშაობას აგრძელებს იმ დაწესებულებაში, რომლის მემკვიდრეა ჩემი დღევანდელი სამსახური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და იქ იწყებს მუშაობას. და ამ მისი არქივი შეადგენს, მეგობრებო, 3000 საკლია 3 ერთეული, 2997, ხო? ამ 2997 საარქივო ერთეულში ზოგი 200 გვერდიც არის, თქვენ ვერ აღმოაჩენთ ამ ადამიანის ცხოვრების მთავარ ამბავს, რომ ის იყო დამფუძნებელი კრების წევრი. აი ყველაფერი არის წაშლილი და განადგურებული და გაუბედურებული. აი ეს ძალიან საინტერესო ხაზია, სტატისტიკურად ძალიან ისეთი ხაზია. კიდევ ერთი ამბავი მინდა გითხრათ კალისტრატე ცინცაძესთან დაკავშირებული, მე ძალიან დავუახლოვდი ამ ადამიანს. ახაც ჩამოსულია ერთი ჩვენი უკრაინელი მეგობარი, მაქსიმ ტალალაი, ფანტასტიკური ადამიანი, კალისტრატე ცინცაძე დაგვაახლოვა ჩვენ ერთმანეთს, ის მის არქივზე მუშაობდა ხარკოველი მკვლევარია და მე ვეხმარებოდი ზაფხული დადგა და ზაფხულში ჩვენ ვიკეტებით 2 თვით და ეს კაცი ჩამოსული კიევიდან, ახალგაზრდა ადამიანი და მე არ მქონდა უფლება
ახლა იქ საცავი გამეღო ეს. მაგრამ რა თქმა უნდა ვამუშავე ეს ადამიანი 2 კვირა და მე მეგობრად ჩაიერთა დავლეთ, ყავა დავლეთ რაღაცა და მე აღმოჩნდა მოვიდა და ამან თავისთან დამპატიჟა, თავისთან კონფერენციებზე არაერთხელ ვიყავით ხარკოვში, კიევში, წავიკითხეთ მოხსენებები ესა ისა. მე გამოვაკვე, მე ერთმა რუსმა ნახა ჩვენი ისა და მოსკოვში წაიღო ეს იქ დაგვაბეჭდინა რაღაცები. მოკლედ ბევრგან ვატრიალეთ ეს უკაცრავად კალისტრატე ცინცაძე თავისი ამბივალენტური რაღაცა ცოტა სახიფათო წონასწორობებით მიმავალი პატრიარქი, რომელიც წარმოგიდგენიათ ყველაზე რთულ პერიოდში 1932-დან 52 წლამდე ედგა საქართველოს ეკლესიას. ხო და ეს ის პერიოდია, მეგობრებო, 1925 წელს აი ჩვენთან პატრიარქობის ინსტიტუტი არ გაუქმებულა და რუსეთში 1925 წელს სერგი იყო უკანასკნელი, ბოდიში ტიხონი იყო, სერგი იყო მერე ვინც დაინიშნა. ტიხონი იყო უკანასკნელი პატრიარქი, რომელმაც დაწყევლად ანათემას გადასცა საბჭოთა კავშირი. და რა თქმა უნდა, რას უზამთე, ბაჩო, ანათემას გადასცა 1925 წელს. მე ახლა მუშაობ გალაქტიონის რაღაც ერთ პროექტზე, ასე ქვია, ევროპული ლიტერატურის რეფლექსიები გალაქტიონთან და მაქვს 1925-დან 35 წლამდე დღიურები და აი ეს არის კოშმარი, როგორ იღებს ამ საბჭოთა კულტურის პოლიტიკას, როგორ არ იღებს ამას. ჩაგდება უკაცრავად აი ბოდიში უხეში სიტყვით ვიტყვი, საკუთარ თავში ჩატენვა ამ პოლიტიკის და იქიდან არავალიდური ამოძახილები, რომ მე ეს არა ვარ, მე ამას არ ვეთანხმები, არა და იქიდან ტენის, ახედა. ეს არის ისეთი ბრძოლის სამსახველია, უბედური თემა და აი რაღაცნაირად ეს ძალიან რთული ეპოქაა და 1925 წელს ტიხონმა დაწყევლა უпростоრად ანათემას გადასცა საბჭოთა კავშირი. ხა ლენინის კოშმარია და გარდაიცვალა ტიხონი 25 წელს. ახლა ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს, მეგობრებო, ისე მოასუფთავეს. ეგ ახლა მე ხა ზეპირად არ მახსოვს სახელები, პრეზენტაციაში კი მქონდა. მისი პირველი მოსაყდრე გადაასახლეს. პირველი მოსაყდრის მერე ხო ეკლესიას თავისი პროტოკოლი აქვს. მეორე მოსაყდრე ვიღაცა ის რომ არა, ის რომ იყოს, ის დახვრიტეს. ის რომ არა, ის იყოს, ის ცოცხლად დაწვეს. 4-5 ადამიანი საეკლესიო ის ვერ გაცდა, კანონმდებლობას ვერ მოიცვა ისეთი რამ გააკეთეს და 18 წელი იყო რუსეთის ეკლესია იმის გარეშე და ჩვენთან არ შეწყვეტილა სხვათა შორის ეს მართალია ძალიან მძიმედ და იმათ, მაგრამ ჩვენთან არ შეწყვეტილა ეს გზა და ეს ძალიან საინტერესო იყო სტალინთან წერილები და ყველაფერი და ახლა რაღაცნაირად დიდი წარმატება მივიღეთ, დიდი დაინტერესება მივიღეთ ამითი კონფერენციები და უცებ ვიფიქრე რომ ღმერთო ჩემო ეს ხო ჩემი ინტერპრეტაციაა და კაცმა არის ეს ეგ რა არის სიმართლე და რა არ არის და მე ვიღაცა ეს მამანიამ კალისტრატე ცინცაძეზე რაღაცა ინტერპრეტაციები გააკეთა და ეს აბსოლუტურად ჩემი ხედვა, რასაც ახლა მე ვაკეთე 21 თემა არის ჩემი ხედვა, მე მიყვარს ამის თქმა, რომ მე მაქვს ჩემი მაგნეტიზმი, ჩემი ინტერესები, ჩემი განვითარების დონე, ჩემი ხარვეზები, ჩემი კომპლექსები, ჩემი ტრაუმული გამოცდილება, მე ამით ჩავდივარ საცავში, ნებისმიერ საკვლევ მასალაში და მე ვიწებებ იმას, რაც ამას შეესაბამება, მე რაც ვარ, იმას რაც შეესაბამება და უცებ ახლა რაღაცა მე გავხდი ახლა ეს კალისტრატეს მკვლევარი და მივედი სიონში საფლავზე, მის საფლავზე. ხოთით სიონში სადაც არის მარცხენა მხარეს, ძალიან მიყვარს სამების ტაძართან და აი აქ ვიყავი და ახაც ის ხომ მოკეთ საფლავთან მივედი და თან იმდენად ინტიმურია მისი არქივი, რომ მაგალითად მარკოზის სახარების 122 გვერდში მის გამოყენებულ ნახმარ სახარებაში თეთრი ვარდის ფურცლები დევს. აი კაცმა არის ის რა რელიკვია, საიდან მოვიდა, რატომ უდევს, ხო? და მივედი საფლავთან და დაველაპარაკე ახლა რაღაცად ვისაუბრეთ ჩვენ და თან მოვიბოდი შესავით. ახლა ნუ რა თქმა უნდა, ახლა ცალმხრივი კომუნიკაციით, ახლა რა კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემებურად ვთქვი ეს ყველაფერი და უახლოეს პერიოდში როგორც კი მივედი და ისევ კალისტრატეს ცინცაძეზე ესეთ და გამოვიღე რაღაცეები და პირველი საარქივო ერთეული მეგობრებო რაც შემხვდა, იყო მისი უბისწიგნაკი, პირველი გვერდი რომელიც გადავშალე, იყო ასეთი საჯამრთელო მოსახსენიებელი. პირველი სახელი ესმა.
აი ეს არის არქივი, როგორ შეიძლება რაღაცას, ხა ჩემი სახელი ეწერა, ბაჭო, აი შოკში ვიყავი, კომუნიკაცია იყო მეორე მხრივი კომუნიკაცია და ერთღაც მოვყავი და მორჩები. ერთღაც საპატრიარქოს ტელევიზიაში ვიყავი, მე მგონი ექვთი მეთაყაიშვილზე ვსაუბრობდი თუ რაღაცა და მუცებ წამოსვლა დავაპირე და მეუბნება პროდიუსერი, რომ თქვენო გიბარებთ თუ უფროსიო ცხოვრებაზე იყო, მე მგონი მაშინ მამა გიორგი და ღმერთო რა ვთქვი ასეთი, რომ უფროსი მიიბარებს და გადავირიე და ძალიან შემეშინდა გურამ, ახლა მე სულ მეშინია, ვინმე ერთხელ ისე გამომენტო დიმიტრი ყიფიანის მემკვიდრე და რაღაცა ისე და სულ მეშინია რამე ის კი არა რომ არასწორი რამე ვთქვი. ნუ რაღაც ჩემი ინტერპრეტაცია არ იყოს ცოტა უხეში ან საზოგადოებრივად მიღებული ნორმებისგან აცდენილი რაღაცა, თუმცა არა ვარ ეგეთი ხმამაღალი ტიპი, მაგრამ მაინც და მივედი და მეუბნება რომ თქვენო ისეთ სივრცეებში შედიხართო რაღაცა ადამიანის პირადი ცხოვრების ისეთ სივრცეებში რომ განხსნის თუ რაღაცა ლოცვები გჭირდებათ და დაადგა ეს კაცი იმასთან რა ქვია ანალოგიასთან და მე უკან ვედექი ასე და რაღაცა წაიკითხა რაღაცა წამიკითხა ხო და მე მგონი მაშინ დამწყევლა რომ სულ ამ წყევლაში ვიყო და ესეთი ვითარება. ახლა ის ადამიანი უკრაინაში მე არაფერი ვიცოდი 2022 წლის 27 აგვისტოს შემდეგ ის არ ყოფილა კავშირში ჩემთან აი ეს მაქსიმი და რამდენიმე დღის წინ კარები გააღო გურამ და შემოვიდა ჩემთან სამსახურში და აი ხა ვარი დავფრინა ვაიცალი ხვალდილითაც უნდა შევხვდე თითქმის ყოველდღე ხვდებით ერთმანეთს და კვირას მიფრინავს და მე ხუთშაბათიდან არ ვიქნები და ყოველდღე ვერ შევხვდები და აი ეს კალისტრატე ცინცაძის თემაა და ეს არის რა ქვია მოკლედ ასეთი უცნაური გამოცდილებები გველოდება ჩვენ ახლა ნებისმიერ აი მაგალითად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანე პირადი არქივი რა არის წამოცდენა რა არის აი ეს მინდოდა მე თქვა ვაჟაბშაველას ძალიან კარგად თუ ვინმე იცის ქალის ნიშნულობა და კაცის მნიშვნელობა იცის ვაჟაბშაველამ, თან იცის ფილოსოფიურად. იმ დღეს ჩვენ მაშინ რა ქვია იკითხეთ ჩვენთან სხვადასხვა ერთად ვიყავით ყაზბეგში, რომ ილია ჭავჭავაძის მოქალაქეობაზე იყო ლექცია და ერთმა იკითხა, რომ ილია ჭავჭავაძესო ხომ არ დაუშავაო ძალიანო წმინდანად აღკვეცის ფაქტმაო და წმინდანად აღკვეცის ფაქტი აგერ არის 80-იანი წლების ბოლოს და ილია ჭავჭავაძეს მეგობრებო დაუშალა იმან რომ მისი რეაბილიტაცია მოხდა სტალინის მიერ 1937 წელს ილია ჭავჭავაძე რა კუთხითაც რა რაკურსითაც გახსნა სტალინმა და შემოიღო და რა რაკურსითაც მოგვაწოდა რა პირი მისცა რა პრიზმა მისცა დღესაც ის პრიზმაა ჩვენთვის ილია ჭავჭავაძე ეკლესიამ ვერაფერი ვერ დაშავებულია უკვე ილია ჭავჭავაძეზე და ძალიან ისეთი უცნაური ის არის თემაა და ხო და ახლა ვაჟებში რატომ მომაყოლე გადავდივარ ერთი თემიდან მეორეზე და ვაჟაბშაველას ხო იმის თქმა მინდოდა რომ სტალინ ბედნიერება ის არის რომ სტალინმა ვაჟაბშაველას არ დაუშავა იმიტომ რომ არ აღიარებდა ვაჟაბშაველას სტალინი ასეთი რამე აქვს ნათქვამი რომ ილიას რეაბილიტაცია რო გადაწყვიტა მე ვაჟად შესთავაზეს ახლა და ასეთი რამ თქვა რომ არაო არ მაინტერესებსო ამ ადამიანსო სოფხედველობა უიმედოდ ჩამორჩენილი აქვსო და გადარჩა მეგობრებო ვაჟა გადარჩა ვაჟა არის ყამირი და ილიასავით იდეოლოგიზებული, ილიასავით ბიუროკრატიზებული და ნომენკლატურული არ არის ვაჟაბშაველა და ამიტომ მის თქმა მინდოდა რომ ახლა პირად არქივში ხო იცის ახლა ვაჟაბშაველას სხვა სიმაღლეა და სხვა სივრცე და ხათაშორის ვაჟაბშაველას გადასვენება როცა უნდოდათ მთაწმინდის პანთეონში აი უბედური ვაჟა იმ დღეს დაემთხვათ სტალინის დედის დაკრძალვა სტალინი ვერ იტანდა ამ ადამიანს და 1935 წელი იყო, ჯერ ერთი 35 წელი ხო 24 წლის კოშმარი, მაგრამ კიდევ უფრო დიდი კოშმარი, დიდი ტერორი წინ გველოდებოდა, მზარავს ეგისა და სტალინი ჩამოსული იყო დედამისის დაკრძალვაზე და ვაჟაბშაველზე ხა ძალიან პომპეზური არა, მაგრამ რაღაც ტიპის პომპეზური დაკრძალვა იყო მოწყობილი და უცებ რომ გაიგეს რომ იმ დღეს იქ იკრძალებოდა მთაწმინდაზე, ჩაშალეს ვაჟაბშაველას დაკრძალვის ოფიციალური ესეთი საზეიმო ცერემონიალი და ღამე, გვიან ღამე, მანქანაში ასეც კი არ ჩაეტია, როგორ რაღაც სხვანაირად ჩადგეს კუბო და ისე სულ რამდენიმე ადამიანმა საიდუმლოდ მასქნა დაასაფლავა ვაჟაბშაველა მთაწმინდაზე. და საინტერესო ის იყო ვერ მივედი მთავარ სათქმელამდე რომ აი ხა ხომ არსებობს კომპოზიტი
კომპოზიტი მაგალითად დედაკაცი, მამაკაცი. კომპოზიტი არის ერთცნებიანი, როცა კომპოზიტი არის ერთცნებიანი, იწერება ერთად. აი დედაკაცი, მამაკაცი ორთოგრაფიულად იწერება იმიტომ რომ ერთ ცნებაზე, ერთ გაგებაზე, ერთ ხომ გაგებაზეა საუბარი და იწერება ერთად და ვაჟა-ფშაველა სრულიად მისგან გაუცნობიერებლად პირად არქივებში მეგობრებო ყველგან დედაკაც დეფისით წერს. მამაკაც ერთად წერს, მაგრამ დედაკაც დეფისით წერს. რა პრობლემაა ეს? რა ჭირს ვაჟა-ფშაველას, რომ კომპოზიტის ბუნება არის ერთცნებიანად არ აღიქვამს ქალს. დედასა და კაცის შეერთებაში მას რაღაცა დისკომფორტი აქვს, რაღაცა პრობლემა აქვს და ვერ აერთებს ამას. ხო საინტერესოა. მე სულ მინდა რომ ეს კვლევები იყოს ტანდემური, ან ფსიქოლოგი გვახლდეს და ერთად ვიმუშაოთ, ან დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა გქონდეს და გვეხმარებოდეს თითის ანაბეჭდი, ღია ჭავჭავად თითის ანაბეჭდი. ანაბეჭდი ბევრია, მაგრამ რაღაცა ერთი განსხვავებული ანაბეჭდი ამოვიღეთ, იმიტომ რომ ეს ისეთი საარქივო მასალაა, რომელთანაც არ ქონია კავშირი, ახლა ჩვენი ვარაუდით არ ქონია კავშირი არც ცენზორს, არც გამომცემელს, ესეც შავი მასალაა რაღაცნაირად და არავინ არ მას იზამდა და დიდი ალბათობით ეს არის ილიას და ისეთი მკაფიოა და ისეთი კარგია, რომ ბევრი რამის დადასტურება შეიძლება ამით. ახლა თუ ჩიბუხი მნიშვნელოვანია ილიასი, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი რატო არ უნდა იყოს და მე საერთოდ ალბომის გაკეთება მინდა ამ იმების, რა ქვია, თითის ანაბეჭდების და ძალიან მჭირდება ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა პროფესიის ჩემი ირგვლივ და სინამდვილეში გურამ ეს შეხვედრები მე იმისთვის მინდა რომ რაღაცა ერთობლივი მუშაობა დაიწყოს და იმდენი იდეაა და იმდენი ფორმაა და ხო რაც შეეხება იანვარს თუ გვემღერებოდეს და კარგი განწყობა გქონდეს იანვარში გვაქვს ასეთი ახლა ეს კურსი უნდა დამთავრდეს აქ ეს კურსი ცნობილია მე რა თქმა უნდა არ შემიძლია უბრალოდ ძველი პრეზენტაციით მოვიდე აქ და რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში ახლა დღესაც ესეთი მღელვარე დღე მქონდა მაგრამ მაინც ვიმუშავე და ამის შემდეგ აი ამ 10 ლექციის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ახალ კურსს წინა ჯგუფის ხალხთან ერთად, რომლებიც ელოდებიან. ახლა მე რაღაც დასამთავრებელი საქმეები მქონდა და ახალი კურსი არ გავაკეთე ეს იგივე, მაგრამ სხვა პრიზმიდან. პირველი ის იქნება, რა ქვია, პირველი შეხვედრა იქნება 45 წლის ხდები შეიძლება ჩემ დაბადების დღესაც დავამტყიოთ მუსიკა პირად არქივებში რას უკრავდნენ რას უსმენდნენ აი მაგალითად ასეთი რამ გვინდა გავაკეთოთ უკვე ჩემს 64 მეგობარს რომელიც ზოგი უცხოეთში ცხოვრობს ზოგი დირიჟორია ზოგი შემსრულებელი ვთხოვე სამი ვერსია მოეცა თუ რა შეეძლო დაეკრა პარიზში ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლეს ნინო პოლტარაცკაიას რომელსაც რომელიც იმისთვის უკრავდა რომ ოჯახი ერჩინა და ექვთიმე სამეცნიერო მუშაობისთვის დრო ჰქონოდა ერთ წერილში წერს ექვთიმე რომ გაგიჟებული ვარო პირდაპირ ერთადერთი ადრესატი ყავდა საქართველოში მთელი 24 წლის განმავლობაში პარიზიდან იროდიონ სონღულაშვილი იყო ერთი პატარა ისეთი მუზეუმის თანამშრომელი საშუალო რანგის კაცი მაგრამ აი წარმოგიდგენიათ ექვთიმე რო გენდობა და შენ რო ხარ მარტო მისი წერილების ადრესატი რა მაგარი ამბავია ხო და წერდა რომ აი გაოგნებული ვარ რომ პირდაპირ 15 კილომეტრს გავდივართო გურამ ფეხით ან ნინო მარტო გადისო და ყოველ საღამოსო კაფე სინემაში პარიზში 30-ზე მეტ პიესას უკრავსო და იმისთვის რომ მცირე შემოსავალი მივიღოთო 1931 წელს ნინო ტრაგიკულად გარდაიცვალა ანუ 1930 წლამდე პერიოდში პიესების რა რეპერტუარი შეეძლო შეესრულებინა კაფე სინემაში სინემას ხო თავისი მაყურებელი ეყოლებოდა თავისი მსმენელი ეყოლებოდა თავისი კონცეფცია იქნებოდა თავისი ესთეტიკა იქნებოდა 60 ადამიანს ვთხოვეთ ჩემს მეგობრებს რომ ესეთი ვიდეოები მოეცათ და რაღაც მაგალითად ივანე ჯავახიშვილის არქივში ინახება 40 პროგრამა მის მიერ კონცერტებისა რომელსაც ესწრებოდა აი ამ მისისიც მინდა ინტერპრეტაციები მინდა რა გემოვნება აქვს ყველაფერს ესწრებოდა ან რა მინაწერი აქვს რა მოეწონა რა მოხიბლა აი ესეთი მუსიკალური ერთი შეხვედრა გვექნება
იცი რა გალაქტიონის პორტრეტი მერე კი გალაქტიონი იქნება. გალაქტიონი ჩვენთან არ ინახება არქივი, მაგრამ მე უკვე მესამე პროექტში ვარ მის არქივთან დაკავშირებით და აი ხა მქონდა გაკეთებული რომ ივანე ესა კონსტანტინე გამსახურდია ძალიან თავის პირველ მეუღლეს ძალიან ეკამათება იმის გამო რომ შენო სუფრაჟისტი ხარო და ესე პარლამენტი და სიტყვით გამოსვლა და ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭება და რაღაცაო კონსტანტინე გამსახურდია რებეკა ვაშა და სულ ეჩხუბება ამის გამო და შენცო იმას გავხარო იმასო რა ქვია ოლია უკუჯავასო მე რო გეუბნებიო თმები ასე გაიკეთეო ყოხტათო და ელეგანტურადო შენო კოსას დაიკოსებო და იმას დაემსგავსებ მე რო გეუბნებიო აი ამ ფერის პიჯაკი შეიკერეო და ლამაზად გამოიყურებოდა ჯვალოს კაბას ჩაისმებო შენში დედა არ არის შენში ქალი არ არისო შენში ეს რაღაც სასწაული მე ამას აღმოვაჩინე ზუსტად კომის გალაქტიონის ახაიმობის წიგნაკებში რომ ვმუშაობ სხვათა შორის ისეთი საინტერესოა მეგობრებო რევოლუციურ ავტორები ევროპას როგორ იცნობს გალაქტიონი შეიძლება ამ მიმართულებით გავაკეთო გურამ თუ მომცეს უფლება ევროპას რა მოაქვს ევროპიდან და როგორ არჩევს რევოლუციურ ევროპას არარევოლუციურისგან ამ ყველა ტექსტის რაღაცა მინიშნებას მოიტანს პატარა ტექსტისას და მე ვალდებული ვარ ამის ინტერპრეტაცია გავაკეთო მე მიწერს დღეს ისეთი სისულელე უკაცრავად ჰერმან კესერის რაღაცა შტრასენ მან გერმანულად სამარცხვინო მოძრობის წაკითხვა მომიწია რომ კომენტარი გამეკეთებინა რაში სჭირდება რას გულისხმობს ამაში ძალიან საინტერესო მიმართულება და იქ რას წერს ოლიაზე რას წერს მე გალაქტიონი ხო როგორი არაპრაქტიკული ადამიანია პალტო დაეკარგა ხა პალტო როგორ შეიძლება დაგეკარგოს კაცო ქოლგა კი არ არის ან საფული პალტო დაეკარგა და მთელი ზამთარი იყო პალტოს გარეშე და ნუ რამდენი ზამთარი მე ძმამ ძლივს უშევა რაღაცა ფული და სუპერ არაპრაქტიკული ადამიანია და ოლიას არაპრაქტიკულობაზე წერს ეს ხო ნიჰილისტკა არისო ეგეთიო და სუფრაჟისტკაო და უკაცრავად და პირდაპირ სახელებს ამბობს ქალის საცვლებისო ეგეც კი მე უნდა ვუყიდო აი არაფერი აინტერესებსო ისეთი ის არის ცოლები ქმრები როგორ მაშვებია რა ქვია იწუნებენ ცოლებს იმის გამო რომ აი ესეთი ლოიალური და თბილი ცოლები არ არიან და რომ საკუთარი საქმეებიც აქვთ და ეს თემაა ხო და მოკეთ ასეთ ესე კი ჩვენს ამ ახალ კონფიგურაციაში გვაქვს ასეთი თემები ну ილია ჭავჭავაძისთვის ახლა ახალი სათქმელი მაქვს შენ მოგისმენია რაღაც ახალი ხაზები მაქვს ახალი მიმართულება ახალი სტატისტიკები მაქვს ახალი რაღაცები მაქვს დათვლილი და ჩემებური ესა მაქვს რაღაცა ლოგიკა შედეგებამდე მისული ვარ ძალიან საინტერესო იქნება მაგრამ სხვათა შორის ნაკლებად ვიცი, აი ყველაზე ნაკლებად ვიცი თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო, იმიტომ რომ დიდი მასალაა და დიდი არქივია. ხო, გურამს მოეწონა ძალიან ალექსანდრე ყაზბეგი, არაჩვეულებრივი სათაური აქვს თვითდესტრუქცია და სიმშვიდის ძიება, როგორ მეშვება. აქ ერთი ინციდენტი ქონდა იმაზე, რა ქვია, ამ ალექსანდრე ყაზბეგის ფანტასტიკური პორტრეტი, აი სასწაული პორტრეტია. ეს არის პირველი ეს არის პირველი ტიპი ადამიანი, თუ როგორ შეიძლება ვთქვა, ვინც 1804-11 შემდეგ 60 წლებში რუსეთის აჯანყებებზე ამოიღო ხმა და პირდაპირ ილაპარაკა იმ თემებზე, რომ უღელში აბამდნენ ქალებს და ბავშვებს და ახნევინებდნენ და ის სასწაულ თემებს შეეხო და ყაზბეგს და თავისი როგორც წერალი ძალიან დიდია და ნუ ილია ჭავჭავაძესთან მისი ურთიერთობა მწერო. მოკლედ მთელი ხაზები გვაქვს და ერთი ასეთი ინციდენტი მოგვივიდა, რომ გენერალი ყავდა მამა და პაპა და რა თქმა უნდა რუსეთის გენერლები ჩოფიკაშვილები ძალიან დიდი ადამიანები იყვნენ და ესეთი რამ გააკეთა, რომ თავიანთი მამის და პაპის საფლავზე დაკლა ძაღლი. იმდენად დიდი პროტესტი ქონდა მამის და პაპის პოლიტიკის და რუსეთის პოლიტიკის მიერ, ძაღლი დაკლა. მეგობრებო, ჩვენს კულტურაში ეს არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა და თან ვიღაცის ძაღლზე, ვიღაცის საფლავზე რო დაკლა მტრის, მამის და პაპის საფლავზე, ეს თვით დესტრუქცია კი არა, აი სუბკულტურის დესტრუქციაა, მე ვიტყოდი და სასწაულია და ხო და აქ ისიჯდა რა ქვია ლელი მაკონრაობა ძაღლმა რა დააშავა რას ქვია ძაღლიო თეთა რანაირად თქვა ახლა მე რაღაცა კულმინაციამდე ავიყვანე ლექცია და მგონია რომ ახლა სასწაული მოხდება
ხოდი ზაღლმა ჩამიშალა ყველ მართალია ხარ რა თქმა უნდა ზაღლმა რა დააშავა მაგრამ ზაღლია აქ მთავარი არ ვიცი მე ცოტა შორს ვარ ამ გაგებისგან და ისეთი უცნაური თემა იყო ეს რა თქმა უნდა ხუმრობით გვექნება რა თქმა უნდა ვაჟა-ფშაველა მე მიყვარს ძალიან აკაკის და ვაჟა-ფშაველას აი ეს მთავარ თემაზე ოღონდ აი ამ ენას გიწუნე ფშაველო ამ ორზე და ამ ორ ლექსზე და ვაჟას პასუხზე აგვიანებულ პასუხად ენას გიწუნე ფშაველო და ამის პასუხი როგორ იყო ბევრი ვიფიქრე ძალიან თუ რა პასუხი გამეცა. ახლა ეს ფაქტი ყველა მიცის ვაჟა-ფშაველას და აკაკის პოლემიკა, თუმცა პოლემიკაზეც მცირეს ვილაპარაკებ, მაგრამ ესე იგი ხელნაწერის მიხედვით ვიმსჯელებთ ორივე ავტორზე. ვინ რა გადახაზა, როგორ შეწყვიტა წერა, სულ სხვა საწერი მასალით დიდი ხნის შემდეგ როგორ დაუბრუნდა, სკოლიოში რა ჩამოიტანა რომელმა ავტორმა რა გააკეთა. აი ეს არის არქივის მთავარი თემა, თორე პოლემიკაზე ვაჟა-ფშაველასა და აკაკიზე 5-6 ავტორს დაგისახელებთ საუკეთესო დეტექტიურად რო აქვთ მოძიებული, ვინ რა დაწერა და ვინ რა გააკეთა, მაგრამ აი ეს მასალა არის ყველაზე ესეთი ცოცხალი და მნიშვნელოვანი მასალა ამ მიმართულებით. ნუ ექვთიმე თაყაიშვილი ჩემთვის ყველაზე დიდი პერსონა, ყველა თვალსაზრისით ეს რა თქმა უნდა ასე იქნება და ჩვენ გავაერთიანეთ ამ შემთხვევაში ჩვენ ცალკე გვქონდა მის მიერ დაარსებული საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოება და ახლა ამ მის მიერ დაარსებულ საზოგადოებას და მის პერსონალურ პორტრეტს გავაერთიანებთ. ხო, ერთადერთი ქალი ყავს მოყვანილი აქ და ეს არის ეკატერინე გაბაშვილი. ეკატერინე გაბაშვილი კრიტიკული რეალიზმის საშუალო დონის წარმომადგენელი არ გახლავთ მეგობრებო. ეკატერინე ძალიან დიდი ადამიანია. ერთ ფაქტს მოვიყვან. ეკატერინემ იმოგზაურა 1904 წელს ბრიუსელში და ხოდაშორის ეს უცხო ფაქტი ყოფილა თამთამელაშვილმა დიდი სამბით მომწერა რომ ეს არ იყო ეგ ცნობილიო და ახლა წიგნი გამოიცემა ჩემი ქალის ხმა და პირადი არქივები გაეროს ქალთა ფონდი აკეთებს უკვე დაკაბადონებულია და თამთა არის რედაქტორი და რაც უცნობი იყო ამაზე ყველაფერზე ის გამიკეთა რაღაც რედაქციამდე მათ შორის ეს ყოფილა 1904 წელს წავიდა ქალი და ასე ამბობს რომ ჩემი ოჯახისო ჩემი სახლის ვიწრო ოჯახის სქელი კედლების 11 შვილის დედა იყო მეგობრებო ხა წარმოგვიდგენიათ როგორ გავიდოდა გარეთ და გარდა ამისა ქალები იყვნენ მამაკაცების ანტურაჟები ახლა რას წარმოადგენდნენ ქალები და ჩემი ოჯახის სქელი კედლების ვიწრო ჭუჭრუტანიდან რომ გავიხედეო, სადაა ჩემი ემანსიპაციაო თქვიო და ნუ ოკე დიდი ქალი გახდა ეკატერინე და მე პარიზშიც წავიდა და ბრიუსელშიც და ისე და მუზეუმები რომ ნახა პარი ნოტრ-დამი ვნახეო იქო ბრიუსელის მუზეუმები ისე ლუვრში ცხოვრობდა, ლიეჟში ცხოვრობდა, ლუვრში იყო შესული და გაოგნებული იყო, ჩემთვისაც გამაოგნებელი იყო ეს თემა. გაოგნებული იყო. ხახნო თავის მეგობრებს წერდა, რა ვნახეო. ჩემ სახლზე უკეთესი ჭაღები ვნახეო, მეგობრებო და ხალიჩებიო. გაოგნებული იყო ქალი, გარღვია თავისი კულტურის საზღვარი. ყველაზე მთავარი ხო კულტურის საზღვრის გარღვევა. ეს ქალი სვამს კიდევ ერთ ფუნდამენტურ კითხვას, რატომ არ მიყვარს მე სომეხიო? აი რომელიმე ჩვენგანს გვიფიქრია, მეც არ მიყვა, აი გურამი იყო ერთხელ ძალიან კარგი პროექტით სომხეთში. და მოვიდა გაოგნებული, აი ახლა ორჯერ ვიყავი სომხეთში რაღაც პროექტი, აი გამაოგნებელი ადამიანები არიან, ფანტასტიკური კულტურა, რატო არ გვიყვარს სომხეთი? ეკატერინე გაბაშვილმა ეკითხა, კაცო, საქართველოს სომხეთის ომიცო ალბათ მაგით იყო განპირობებული, არც მათ უყვარვართო ჩვენო, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთო და ეს და ბოლოს აი რაღაც ძალიან დიდი გახსნა მოუვიდა. ამას და ბოლოს ასეთი რამ თქვა ერთ-ერთ მაშინ წერილში, რომ კაცობრიობის სიმშვენიერე მის სხვადასხვა ფერობაშიაო. აი ესეთი ძალიან საინტერესო პორტრეტია გაბაშვილის, ნუ ივანე ჯავახიშვილი თulit ხორცამდე ესთეტია, იაკობ გოგებაშვილის ამბობენ რომ საინტერესო და გურამ ჩეულიშვილი იქნება ერთ-ერთი ბოლო დამაგვირგვინებელი, რომლის PowerPoint-ის პრეზენტაციას რა თქმა უნდა არ გავურევთ არც ერთ სხვა საილუსტრაციო მასალას გარდა გურამ თიკანაძის ფოტოებისა. გურამ თიკანაძე და გურამ ჩეულიშვილი ჩვენთვის ერთობლივ პრეზენტაციებზეც მე ისამაკ რა ქვია ჩემი მიდგომა და თან
მანაკ ერთი-ორი ჩვენი მეგობარი ძალიან ახლობელი უკვე ამ ორი კურსის მერე უბრალოდ ჩასაფრებულია მაგალითად ლელაზე თუნდაც კარგი როცა არის და მეც რომ მომწონს ისეთი კომპლიმენტს მეტყვის რომ მეორე დღე სულ ფიქრობ რა გავაკეთო ევროპაში მივდივარ მუზეუმებში ვიღებ რაღაცებს ვიპარავ მე რაღაცა ვითომ მე ავტორს ბოლოში მოვიხსენიებ რომ მაინც ახლა ისეთი იყოს და აი ეს გავაკეთეთ პატრიარქების ისა მე ძალიან მომწონს სხვათა შორის პატრიარქების არქივი რომელიც ვახსენე გავაკეთეთ ირაკლი ფარჯიანის დამდნარ ჯვარცმებზე და ესეთი ფანტასტიკური ის გამოვიდა რაღაცნაირად არ ვიცი მეგობრებო ბევრი ვილაპარაკე ეს ყველაფერი დალაგებულად სტრუქტურიზებულად იქნება ამ 10 ჩვენს იმედია საინტერესო შეხვედრაზე გელოდებით მე დიდათ ეს არ ვიცი წარდგენა არც Facebook-ზე გაზიარება ხო და ამბობენ რომ ღირს